და შევიდა და გაიარა იერიქო. და აჰა ვიღაც კაცი სახელად ზაქე. და იგი იყო მეზვერეთ მთავარი და იყო მდიდარი. და ცდილობდა ეხილა, რომელი იყო იესო. და არ შეეძლო დანახვა ხალხისგან, რადგან დაბალი იყო. და გაიქცა წინ და ავიდა ლეღვის ხეზე. რათა დაენახა იგი. მეზვერეები ყველა სახის გადასახადების ამკრეფნი იყვნენ. ადგილებს, სადაც გადასახადის აკრეფისთვის საჭირო შენობა იდგა, საზვერე ეწოდებოდა. მეზვერეებს სახელმწიფოსგან შესყიდული ჰქონდათ უფლება განსაზღვრული გადასახადის აკრეფისა. თანამედროვე ტერმინოლოგიით, მეზვერეებს იჯარით ჰქონდათ აღებული სახელმწიფოსგან გადასახადების აკრეფის უფლება. ასეთი სისტემა ჰქონდა რომის იმპერიას დაპყრობილ ქვეყნებში. ამიტომ მდიდარი მედროვე ადამიანები ხელმისაწვდომ ფასად იძენდნენ ამ უფლებას და თვითონვე ახორციელებდნენ როგორც სულადობრივ გადასახადებს, ასევე საგზაო და სხვა სახის ბაჟების მოკრებას. მათ ჰქონდათ სახელმწიფოსგან დადგენილი ნიხრები, თუმცა ამას არ იცავდნენ. უმეტესობა თავისი შეხედულების მიხედვით მოქმედებდა. მათ შორის იყვნენ სამართლიანები და უსამართლონი. თავისივე თვისდომთა შემავიწროვებელნი, ჩაგრელნი, რომელიც ზოგჯერ დაწესებულებაზე ორჯერ მეტს ზალავდნენ ხალხს. ამისთვის ხალხს ძალზე არ უყვარდათ გადასახადის ამკრებნი. თვით სახელწოდებაც მეზვერე ცოდვის სინონიმად იქცა. მეზვერე ზაქე სხვათაგან არ გამოირჩეოდა არც გულჯულობით, არც სამართლიანობით და პატიოსნებით თავის მეზვერის მოთხოვნებში. პირიქით, რა კი მეზვერეთა უფროსობის ადგილს ინარჩუნებდა, ესე იგი ყოველთვის გულმოდგინედ კრებდა გადასახადებს და დანარჩენებსაც აღემატებოდა ამ საქმეებში. სიმდიდრე აცთუნებდა მას და საბოლოოდ დაღუპვით ემუქრებოდა. თუმცა როგორც ჩანს, ზაქეს თავისი მდგომარეობა აწუხებდა, რადგან განიცდიდა თავის ნამოქმედარს ღვთის წინაშე. უწყება ქრისტეს მოსვლის შესახებ მხოლოდ ზაქეს სმენას კი არ შეეხო, არამედ გულსაც. მან ძალზე ინდომა ენახა მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთ. ანუ თავისი მსგავსი, ყველასგან მოძაგებული ადამიანების მეგობარი, რათა მაცხოვრის სიმშვიდითა და მოწყალებით გაბრწყინებულ ღვთაებრივ პირის სახეში შვება ეპოვა მგლოვიარე სულისათვის. მაცხოვარს მრავალი ადამიანი მოყვებოდა. ზაქე კი ტანით დაბალი ადამიანი იყო, როგორც ამას წმინდა წერილი გვაუწყებს. ამიტომ მას შესაძლებლობა არ ჰქონდა მაცხოვრის დანახვის და მასთან მისვლისა. მაგრამ როგორი მგზნებარე სული ჰქონდა ამ ტანმორჩილ ცოდულ კაცს. როგორც კი გაიგონა იესო მოდისო და მიხვდა ხალხის სიმრავლის გამო ვერც მიუახლოვდებოდა მას, წინ გაიქცა და ხეზე აძვრა ბავშვებით, რათა უფალი ეხილა. ასეინთო მისი გული და სრულიად მიეცა ცოდვათა მონანიების სურვილს. ზაქე ამ მოქმედებით თავის უბრალოებასა და თავმდაბლობას წარმოაჩენს. გლახაკი ბავშვებით გარბის წინ და ლეღვის ხეზე ასვლას ჩქარობს მაცხოვრის ხილვის წყურვილით. იესოს ნახვის სურვილმა ყველა წვრილმანი ანგარიში დაძლია მასში. მდიდარი ძალაუფლების მოყარე კაცისთვის ხეზე ასვლა აღარ არის დამამცირებელი, იმის გამო რომ იხილოს მეუფე ცათა და ქვეყანისა. სწორედ ამიტომ ზაქეს გულმოდგინეობა ღირს იქნა უფლის უდიდესი წყალობისა. და როგორც კი მივიდა იმ ადგილზე, ახედა იესომ და უთხრა მას: ზაქე, იჩქარე და ჩამოდი, რადგან დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. და იჩქარა და ჩამოვიდა. და მიიღო იგი სიხარულით. და დაინახა ყველამ და დრტვინვიდნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდა გასაჩერებლად. უფალი თავისი ყოვლის შემძლეობით ხედავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა. იცოდა თუ ყველაზე მეტად ვის ყუროდა მისი ნახვა. მაგრამ ზაქესი არ შეეძლო ეს თავისი მორჩილი ტანის და დიდძალი ხალხის გამო. და ვინ იყო ის, ვინც უგულებელყო ხალხის მითქმა-მოთქმა თუ დაცინვა. წინ გაიქცა და ბავშვით ხეზე აძვრა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაენახა ქვეყნის მაცხოვარი. ამიტომაც ეუბნება უფალი ზაქეს: ზაქე, იჩქარე და ჩამოდი, რადგან დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. მაცხოვარს მეზვერე ზაქეს სახლში სურს შევიდეს იმიტომ, რომ ეს კაცი გულისმიერი განწყობით უკვე მზად არის იესო ქრისტეს მისაღებად. იესო ქრისტე ზაქესთან მიდის იმიტომ, რომ ზაქეც სულით იესოსკენ ისწრაფოდა. ზაქე ფიქრადაც ვერ გაივლებდა, რომ ასეთ წყალობას ეღირსებოდა.
მას მხოლოდ შორი ახლოდან სურდა იესოს დანახვა, მაგრამ უფალი თავმდაბალ და მორჩილ ადამიანებს ანიჭებს თავის მადლს. როგორი გულმოდგინებითაც ეძებდა უფლის დანახვის შესაძლებლობას, იმგვარივე გულმოდგინებით ემორჩილება იგი ამჯერად უფლის სიტყვას. მცირე ხნით ადრე ზაქეს სურდა მხოლოდ შეეხედა დიდი სასწაული მოქმედისთვის და ფიქრსაც ვერ ბედავდა მასთან გასაუბრების შესახებ. ახლა კი მას არათუ ხილვა შეეძლო მაცხოვრისა, არამედ საკუთარ სახლში მიღება. მასთან სერობა, უფლისთვის საკუთარ სულის ტკივილზე გულითადი საუბარი. წარმოიდგინეთ, რა სიხარულით იქნებოდა ახსილი ამ ყველასგან მოძაგებული და უარყოფილი მეზვერის გული. და აი იგი უმალ დაუყოვნებლივ ჩამოდის ხიდან და უდიდესი სიხარულით შეხავს მაცხოვარი თავის სახლში. ამის გამო ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან მეზვერეები არაწმიდა და ცოდულ ადამიანებად მიიჩნეოდნენ. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა უფალო, ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და ვისაც რამეში ცილი დავწამე, მივაგებ 4 მაგს. და უთხრა მას იესო: დღეს მოხდა გამოხსნა ამ სახლისა, რადგან ესეც აბრაამის ძე არის. რადგან მოვიდა ძე კაცისა მოსაძიებლად და გამოსახსნელად წარწმედილისა. ძმანო, ახლა ვიფიქროთ თუ რა მაცხონა ზაქე. რა მოიზიდა ასეთი მოწყალება მაცხოვრისა, რომ ზაქეს ესტუმრა და მის სახლში შევიდა. თუმცა ზაქე იყო ცოდვილი, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა განცდა საკუთარი უღირსებისა და ცოდვისა. ვიდრე ადამიანს არ დაუკარგავს განცდა ცოდვისა და ახსოვს თავისი უღირსება, ადვილად მოექცევა და მიიღებს ღვთის მოწყალებას. მაცხოვარი ფარისეველი სვიმონის სახლში შევიდა, მაგრამ მან ვერ მიიღო მაცხოვრისგან ცოდვათა მიტოვება, რადგან აპარტავნების გამო ვერ განიცდიდა საკუთარ ცოდვებს. ყოველი კაცი უნდა ცდილობდეს, რომ სინდისი არ უმალავდეს საკუთარ ცოდვას. უცოდველი არავინაა, ცოდვის გარეშე ადამიანი ვერ ცხოვრობს, მაგრამ ყველა უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდვებისგან გათავისუფლებას. არ იტყუებდეს თავს და არ ამართლებდეს საკუთარ ბიწიერებას, სუბუქად არ უყურებდეს საკუთარ ცოდვებს. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი პირდაპირ ეტყვის საკუთარ თავს, რომ ის არის მძიმე ცოდვაში, რომ ღვთის წინაშე დამნაშავეა. ვინც ასე იქცევა, ის გამოდის ცოდვისაგან. მაგრამ საუბედუროდ ცოდვაში მყოფი ადამიანები ამას ძნელად აკეთებენ. ცოდვა არის მძიმე და წარწმედელი, რომელიც აბნელებს ადამიანის გულსა და გონებას. იმის მაგივრად, რომ თავისი ცოდვა დაინახოს და შეინანოს, სინანულის არ მქონე ადამიანი ცდილობს თავი გაიმართლოს, საკუთარი მოქმედება სხვას დააბრალოს. სხვები ჩემზე უარესები არიან, ისინი ასე იქცევიან, ამიტომ მეც ასე ვაკეთებ. წუთის ოფელში ვცხოვრობ, განა შეიძლება ადამიანმა არ შეცოდოსო? ადამიანი ადვილად პატიობს საკუთარ თავს შეცდომას, ხან სიჭაბუკეს მიაწერს, ხან სხვის შეგონებას. ზაქემ კი პირდაპირ აღიარა მაცხოვრის წინაშე საკუთარი ცოდვა და მონანიება ისურვა. აჰა უფალო, ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და ვისაც რამეში ცილი დავწამე, მივაგებ 4 მაგს და მყისიერად მოისმინა ღვთისგან შენდობის და პატიების განჩინება. დღეს მოხდა გამოხსნა ამ სახლისა, რადგან ესეც აბრაამის ძე არის. ამ სიტყვების შინაარსი ასეთია: ისიც აბრაამის შთამომავალია, რომელსაც მის შთამომავლობასთან ერთად ღმერთმა ცხონება აღუთქვა. და ზაქემაც აბრაამის მსგავსად თავმდაბლობითა და გულმოდგინებით მიმიღო თავის სახლში, როგორც აბრაამმა იმასპინძლა ორანგელოსთან ერთად მამბრეს მოხასდა. ნეტარია ის კაცი, რომელიც მსუბუქად არ უყურებს საკუთარ ცოდვებს, არ ზძინავს ცოდვებში და არ არის ჩაფლული მასში. არამედ ყოველ წუთს ცდილობს გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს, ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა დადგეს. ამისთვის მარადის უნდა ვევედროთ უფალ ღმერთს, მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა, რათა შევძლოთ და შევიმეცნოთ საკუთარი თავი ცოდვილებად. მაშინ უფალი იესო ქრისტე თავად მოვალს ჩვენთან ჩვენს გაფიქრებაზე, რათა გვაცხოვნოს ჩვენ, ისევე როგორც მაცხოვარი მივიდა ცოდულ და მონანულ ზაქესთან, მისი და მთელი მისი სახლეულის საცხონებლად. ამინ.